კიდევ მოითმინე გულო მალე ნუში აყვავდება კართა არაფერი არ აგიშველი სარაგიშველი სახლა ლოდინის და მოთბინების გარდა შემოიხსნის სანისლების რიდეს ზე ამოვა და შეწყდება სიმარტოვეს გაუძელი გულო გაზაფხულზე სიყვარული ჩიტუნები ძველებული უგალობენ ნაყვავებუნდელო ვინც გიყვარდა შეგიყვარებს ისე ისაცელი დაბრუნდება მალე შემოიხსნის სანისლების რიდეს ზე ამოვა და შეწყდება სიმარტოვეს გაუძელი გულო გაზაფხულზე სიყვარული შემოიხსნის სანისლების რიდეს ზე ამოვა და შეწყდება სიმარტოვეს გაუძელი გულო გაზაფხულზე სიყვარული ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო მოგძანდით დაბძანდით უნდა დავეტიოთ რამენაირად აფმინდაჟდება პრესოში დორჩეთ დაგიძდები სრულიად ისეთი კიდევ უფრო იგზენით გაზაფხულის მოახლოება სიყვარულის მოახლოება გაზაფხულის მოახლოება მოდით აქ არის ადგილი კიდე კი ვიწეჩო ასტექსმერი კაცი ეტება ამას არ აქვს სომამ და ბევრი ვარ ხო მგონი და ამასობაში მოვიყენეთ რა ხდება და 1 მარტს გვაქვს კონცერტი კიდევ რა გაინტერესებს პირველი მინდოდა ის მეთქვა რომ ამ სიმღერის სრულიად განსხვავებული ვერსია მოვისმინეთ არანჟირება მარიკო კვალიაშვილის სიმღერა ძალიან საყვარელი ჩვენთვის ალბათ ძალიან ბევრი ქართველი მსმენელისთვის და არა მარტო არანჟირება ეკუთვნის პეკეს მამუკა ბეგაშვილს ვასრულებთ ჩვენ და ვემზადებით კონცერტისთვის როგორც წეგავთქვი 1 მარტს გაზაფხულის პირველ დღეს ვეპატიჟებით სრულიად საქართველოს დიდ საკონცერტო დარბაზში ეგ დათო მახსენე ფილარმონიის ყოველ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფილარმონიაში და ბოლოს როდის კონდათ სოლო კონცერტი ან რამხელა აღარც გვახსოვს 2000 ბოლოს კონდა 2007 წელს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში სადაც შედგა ჩვენი ქართული ხალხური სიმღერების ხალხური სიმღერებით იყო წარმოდგენილი ეს კონცერტი მაგის შემდეგ
ძალიან დიდი სურვილი ქონდა რომ რაღაცა ესეთი გავუკეთებინა, რითაც უკვე ეს 15 წელი რაც მე მოღვაწეობთ, გვინდა რომ რაღაც უკვე ახალი გვეთქვა და მე მგონი ღირდა ეს დრო რაც დავიცადეთ და ვალოდინეთ ჩვენი მაყურებელი ასე ვთქვათ. მგონი შედგა და გაკეთდა ესეთი სიმღერები. თან მithumetes მე მახსოვს კონსერვატორიაში თქვენი კონცერტი და შენ მაშინ პატარა იყავი. კი, მაგრამ მაინც მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ ხალხური ბოდიში მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ხალხური სიმღერების აი ეს მთელი არსენალი რაც თქვენ გააქვთ არის ფანტასტიკური, აბა დარჩებოდა მაყურებელს უკმარისობა იმ კონცერტიდან, იმიტომ რომ გიждდებიან თქვენს მიერ შესრულებულ სხვადასხვა პოპულარულ საესტრადო თუ ქალაქურ სიმღერებზე. და ეს ორი რამ გაერთიანეთ ამ კონცერტისთვისაც? ჩვენ მაყურებელს ჩვენს ფენელს ყოველთვის უფრთხილდებით და ვცდილობთ რომ თავი არ მოვაბეზრდეთ ძალიან ხშირად და ჯობია რომ ენატრებოდეთ ვიდრე მოვბეზრდეთ და შესაბამისად ვიქცევით ხოლმე. ის ნაგლოთ რომ დავისდეთ ოღონდ. არა, დავიწყების საშუალებას არ ვაძლევთ არანაირად. დათო გვიმყოფოს არ ჩვაძებ ერთმა კარგად და დათო აი იმ კამერაში. დათო მაინც ასოცირდება ხა ქართულ ხმებთან, გინდა თუ არ გინდა და ის რაც შეეხება 15 წელს რაც შეეხება, ანუ ეს არის ეხლა უკვე აღარ არის 15, ეხლა 18 წელს ვართ, მაგრამ ამ დისკზე მუშაობა და არ ვიკლებთ, არა, უბრალოდ ეს დისკი ეკუთვნის ჩვენი 15 წლის მოღვაწეობას, რომელიც უკვე გავიდა და ხო ხო და დღეს უკვე აგერ 18 წლის ბიჭები მოვედით და ეს დისკი რო იძახა. აი ეს დისკი. აი ეს დისკი რომელიც გამოუშვი ბრავო რეკორდს. გადაფხიგო. არა შეიძლება გადაფხიგავ და მუსიკებ. რა უნდა გადაფხიგო? აი მომგებიანი ფოტოა. ხიკავთ ხო? შეიძლება გადაფხიგო კიდევ. სად? აი აქ უკვე არაფერი კიდევ უნდა არჩვაძე გუნკერდი გადაფხიგი არჩვაძის გუნკერდი. მოიგებთ მანქანას. მოკლედ ძალიან პრეზენტაბელურად გამოიყურება. აქაც წერია ბრავო რეკორდსო. დიახ, ბრავო რეკორდსია გამოშვებული ეს არაჩვეულებრივი კი არა და ჩვეულებრივი დისკი. დისკი არა, ბევრი ალბომი, ხო. ხო და არის და ანუ ორი დისკისგან შედგება ეს ალბომი, ერთი არის ხალხური სიმღერები წარმოდგენილი, მეორეში კომპოზიტორების ასე ვთქვათ, ქალაქური სიმღერები. არის ხალხური დისკი მოიცავს ანუ გათანამედროვებულ ვარიანტებს, სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერების, ხოლო ქალაქური სიმღერები, როგორც მოგახსენეთ, არის ჩვეულებრივად კომპოზიტორების ნაწარმოები. კომპოზიტორების და ძალიან დიდი შრომაა ჩადებული. დათო ხო რეალურად ამ იმაში დისკში და რაღაც დისკთან მიყვა კონცერტიც ხო და ორმაგად ბევრი სამუშაო დაგეცათ თავზე ასე ვთქვათ. მაგრამ კონცერტში კიდევ უფრო მეტი სირთულეები შემოვიდა ასეთ ორგანიზების კუთხით, როდესაც თქვით რომ ორკესტრი იქნება. კი, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი. ფაქტიურად 2 წელია უკვე მთლიანად ამაზე ვართ გადართულები. ბრავო რეკორდში ვცხოვრობთ ყველა და ძალიან სერიოზული პროდუქცია იქმნება და ამ 1 მარტს გაზაფხულის 1 დღეს დაიდება სერიოზული კონცერტი საერთოდ ქართულ საესტრადო და მუსიკალურ ცნობიერებაში ესე ვთქვა და ვიცი ამისთვის არ ვიშურებ აიცი იქნება განსხვავებული სხვა კონცერტები თქვენი მეგობრებით სიმღერებენ ანუ თქვენი პირადი კი არა პირადიც ძალიან საინტერესო დუეტებია რა თქმა უნდა ჩვენთვის საამაყო მუსიკოსებთან ერთად და იქნება ძალიან ორიგინალურად წარმოჩენილი ეს ყველაფერი ასე ან მრავალფეროვნების ზეიმი იქნება ალბათ იმიტომ რომ ფოლკლორი გათანამედროვებული ეს ყველაფერი ცოცხლად ორკესტრთან და ბენდთან ერთად ანუ აქამდე რაც არ ყოფილა ის იქნება და კიდე ბევრი სურპრიზი გვინდა რომ არ გავამხილოთ აი როდესაც ამბობ აი ამ საიუბილეო საღამოთვის 2 წელი ვემზადებით ამბობს ბატონი კახა გრიგალაში მიგეხმარება ყველაფერს მიგებდა ხარში აი დიმიტრი შენ ხარ ჩემი ნამდვილი მეგობარი იმიტომ ზუსტად იცი ეხა ეძებდი ფორმას როგორ გეთქვას მასა რა თქმა უნდა არა მეც მომდეთ რა რომ არა ეს ხალხი ძალიან უინტერესო იქნებოდა ჩვენი აკუთნა იმიტომ რომ ვერ გავაკეთებდით და ვერ შევასხავდით ამ ყველაფერს ხორცს თუ რასაც ფრთას ფრთა ჯობია ესე იგი დავიწყეთ ხო მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სპონსორები და მაგრამ ყოველგვარი ხუმრობის გარეშე და ძალიან სერიოზულად მინდა მადლობა გადავუხადო ამ ხალხს მართლა ამ ხალხის გარეშე არაფერი არ გამოვიდა და ესე იგი წარდგენია ამ პროექტის არის გალფი გენერალური სპონსორი BTB ბანკი, სპონსორები თამა და ბილაინი, ლუტეცია და სამშენებლო კომპანია Sonet Construction, რომელიც ჩვენი მეგობრები არიან და ასევე მხარდაჭერები არიან კონცერტის თბილისის კულტურისა და ღონისძიებების ცენტრი და კულტურის სამინისტრო.
და აუდიტორი რა თქმა უნდა რომელმაც კიდე ჩვენი ესე იგი ეს ვიზუალური მხარე ახლა გავახმოვანებინოთ რამე ისე რეკლამები ჩვენთან. შეგიძლიათ დიდი სიამოვნებით მოგეხმარებით თუ რამე შეგიძლიათ. ხო, ეს ხო, რაღაცა ისე აღიქმება ხოლმე ამ სპონსორებისადმი. მადლობა, მაგრამ ეს მართლა ის ადამიანები არიან, რომლის გარეშეც თქვა ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი არ განხორციელდებოდა. და რაღაც მინდა რომ გკითხოთ. ვინც უნდა ჩვენ ჩაცმულიყოს. ეხლა არა. აი რაც თავარია ბოლოს აბსოლუტურად აი მართლა რომ ეს კონცერტი შედგებოდა წყალისნო რომელსაც ყველაზე ბოლოს დაგვალევინა წყალი ესე იგი ვიხჩობოდი. აღარ შეგვეძლო და ესე წყალი პეშვით წყალი მოგვეხმარა და გვითხრა რომ მიდით ბიჭებო ოღონდ თქვენი მღერეთ და სნო თქვენ გვერდჩიაო და ეს არ გვიკვირს ეხლა სამოსელი პირველი რა თქმა უნდა ეს ამ დისკშიც არ შეიძლება რომ არ აღნიშნოს და ჯიჯი რეჯინის სამუშევარია ეს ჩვეულებრივი ნიჭიერი კაცი რომელმაც ეს ყველაფერი პორტრეტები გადაიღო. აბალახზე ვერ მივედი აბალახზე მიგიყვით. ერთი რამ მინდა ბოლოს გავიაროთ. დათა მახსენა გათანამედროვებული ფოლკლორიო. შეიძლება ვიღაცას თვის ეს იყოს ძალიან დიდი ინტერესის საგანი რომ მივიდებ ნახო. არსებობენ სასაფრებული ადამიანები ჩვენ ველოდებით ჯანსაღ კრიტიკას აუცილებლად. კონკრეტულად რა იგულისხმება გათანამედროვებულ ფოლკლორში? ნუ რამე ისეთი ძალიან ხმამაღალი და განსხვავებული თუ უბრალოდ თქვენეული ინტერპრეტაცია. კი, ეს არის ჩვენეული ინტერპრეტაცია. მამუკა ბეგაშვილმა პეკემ სასწაული არანჟირებები გააკეთა. მუსიკალურად ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და მით უმეტეს ცოცხლად მოსასმინად განსაკუთრებულად სასიამოვნო იქნება და აი დღეს ერთ-ერთ მაგალითს მოისმენთ სიმღერა ჰარირა რომელსაც ჰარირა დღეს ვხერივართ დღეს ამ შემთხვევაში სუბსელებას ვხერივართ. კარგი, მაშინ მოვისმენთ. თათოს სიურპრიზი გვინდა და დღეს სუბსელებას ვხერივართ. მე ჰარირა განსაკუთრებულად ამ დისკში და მინდოდა გვენდა. კარგი, წარმატებას გისურვებთ. გაკეთებული სიმღერა. ძალიან საპასუხისმგებლო დღეგელით გისურვებთ ყველას წარმატებას. დიდი მადლობა რომ ესე გვერდში გვიდგა ხართ თქვენსა და ჩვენო მე გადავხიკე და წერია რომ კიდე მოიყვანეს თუმრად ვერ ეხალხიო ეს რომ გადავხიკე. კარგი. ხო, ვიმღეროთ. ვიმღეროთ. გეპატიჟებით კონცერტს მოკლედ ველოდებით. მადლობა, დიდი მადლობა. სიმღერას გიტარებთ ჩვენო მაყურებლებო და გემშვიდობებით ხვალამდე. ხოლმე სხეულის ენით დაემშვიდობე? ნო, ეგრე უნდა დავაყოთ.
სინამდვილო ურულების უნდა